დღეს მინდა მოკლედ ვისაუბრო ომის და მშვიდობის თემასთან დაკავშირებით. რაც ხდება ჩვენ საზოგადოებაში, ხო? საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს ესე იგი გადარჩენის ერთადერთი გზა არის ის, რომ რუსეთთან უნდა ჩავებათ ომში და უნდა ძლიერად კრილებში მოხვდეს რუსეთს და სერიოზული პრობლემა უნდა შეექმნას სამხედრო გზით და მხოლოდ ამ შემთხვევაში გადარჩება საქართველოს და მოკლედ გავატარებთ ჩვენ ინტერესებს რუსეთთან მიმართებაში. მეორე ნაწილი ფიქრობს საზოგადოების, რომ პირიქით უარი უნდა ვთქვათ ყველანაირ სამხედრო კავშირში გაერთიანებაზე და გამოვაცხადოთ სამხედრო მიუმხრობლობა და პირიქით ეკონომიკურ კავშირებზე უნდა გადავერთოთ და რეგიონში უნდა ვალაგებდეთ მეზობლებთან ურთიერთობას. ჩემთვის როგორც ქართველისთვის, ხო, ეს ერთი აზრიც და მეორეც მეტნაკლებად მისაღებია. მაგალითად, ომის შემთხვევაში, ხო, ჩვენ ქართველებს თუ მაგარჩევანს გავაკეთებთ, სრული მორალური უფლებაწყობს და სამართლებრივიც მაგის, იმიტომ რომ ქართველების სისხლი არის რუსების კისერზე 2008-შიც და 90-იანებშიც და ჩვენი ტერიტორიებიც ოკუპირებული აქვს რუსის ჯარს და სრული უფლება გვაქვს ამის, რომ აი ესე ომის გზით ვეცადოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას. ეს მეორე მხარეც მისაღებია, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს დღეს არ არის მაგისთვის მზად და რუსეთთან ომის შემთხვევაში 1% არ გვაქვს იმის, რომ რამე სახის წარმატებას მივახციოთ. მეც ამ ბანაკში ვარ, რომ ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენთვის ომი იქნებოდა კატასტროფა. ჩემი მეგობრები, რომლებიც აი ამ ომის გზით ხედავენ ამ ქვეყნის ერთადერთ გზას გადარჩენას, მათთან ხშირად ვსაუბრობ ხოლმე და ვეუბნები, რომ აი უკრაინაში ომი რო დაიწყო, დარწმუნებული იყვნენ, რომ რუსეთის დასასრული დაიწყო და მე მაშინ ვეუბნებოდი, რომ უკრაინა ომს ვერ მოიგებს. აი მოიგებსო, მეუბნებოდნენ. ეხლა ნახავ ტანკებს მიცემენ, მერე რაღაცა რაკეტებს მიცემენ და მერეო, მერე რაღაცა F-16-ებსო და მოკლედ. დღესაც დარწმუნებული ვარ იმაში, რომ უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს, შანსი 1% არ აქვს შანსი მოგების. და აგებს და უკრაინა ჩემი აზრით იმაზე უფრო უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე მაიდნის რევოლუციამდე იყო, ვერასდროს ვეღარ იქნება. მოკლედ ეს სხვა ამბავია. მაგრამ ეს ქართველები ჩვენ დღეს ეხლა ორივე მხარეს პატრიოტი ადამიანები, მე პოლიტიკოსებს არ გულისხმობ, გულანთებული საზოგადოება, ვინც ფიქრობს, რომ აი ომის გზა გადარჩენა და ვინც ფიქრობს, რომ მშვიდობის გზა გადარჩენა. ეს ადამიანები ერთმანეთს ესე იგი ვეძახით შენ პუტინის მონახარ, შენ ჩმორი ხარ, ომი რო არ გინდა, იმიტომ შენ თუ რახან ომი გინდა, ესე იგი ქვეყნის მტერი ხარ და ქვეყანას ყიდი და ამ სიგიჟეში ვართ შესულები. იმის მაგივრად, რომ დავჭდეთ და დავილაპარაკოთ და ავწონ დავწრომოთ, ხო, რა შემთხვევაში რას მოვიგებთ. ომის შემთხვევაში რა შანსები გვაქვს გადარჩენის და გაძლიერების და მშვიდობის შემთხვევაში რა შანსები გვაქვს, რომ ეს ქვეყანა გადავარჩინოთ, ხო? ამაზე თუ საუბარი არ დაიწყო და ამაზე თუ საზოგადოებაში განხილვები არ იქნება და თუ ყველას სრულად საქართველოს ჩვენი საზოგადოების ყველა წევრს კარგად არ იქნება გააზრებული ომის შემთხვევაში რა იქნება და მშვიდობის გზა რა არის, აი ეს თუ კარგად არ გავიაზრებთ ყველა თვითონმა ჩვენთაგანმა, ჩვენ ვერასდროს ვერ მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას და სულ აი ესე რაღაცა ერთმანეთის იმაში ვიქნებით, ლანცვაში და დინებაში. საზოგადოების უმრავლესობა თუ გააზრებულად გადაწყვეტავს იმას და შევთანხმდებით იმაზე, რომ ამ ქვეყნის სიძლიერება და ამ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა არის რუსეთთან, ესე იგი სამხედრო გზით წარმატების მიღწევა, მაშინ უნდა ავდგეთ და
ყველა მერე პატივიცეთ იმ უმრავლესობის გადაწყვეტილებას და ეს ქვეყანა უნდა მოამზადოთ ომისთვის, მაშინ და ეკონომიკაც ომის რელსებზე უნდა გადავაწყოთ და თითოეული ჩვენთაგანიც უნდა ვემზადებოდეთ ამისთვის. თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ვიცოდეთ ომის შემთხვევაში ვის რა როლი გვეკისრება და ვინ რა ფუნქციას უკისრულობთ და ისე არ უნდა მოხდეს, რომ ნახევარი საქართველოს გაიქცეს და ნახევარი აქ დარჩეს. არა. თუ ჩვენ გააზრებულად მივიღებთ ესე იგი იმ გადაწყვეტილებას, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი არის სამხედრო ესე იგი გზით და ომის გზით რუსეთთან გადარჩენა, მაშინ კიდევ ერთხელ ვიძახი, უნდა ავდგეთ და მოვემზადოთ ომისთვის. უკრაინამ რომ დაიწყო უკრაინაში ომი, ამ ჩემ მეგობრებს არ ვიცი, იმის ჯეროდათ, რომ უკრაინას გადაარჩენდა ევროპა და დასავლეთი. და პირდებოდნენ ამას უკრაინელებს, ხო ჩადიოდნენ პოლიტიკოსები, ევროპელებიც და ამერიკელებიც და ინგლისელებიც და დაპირებებს აძლევდნენ, რომ თქვენს გვერდით ვართ, მუგეშინიათ, თქვენ აი აქ ვართ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა დღეშიც არის დღეს უკრაინა, ხო ყველა კარგად ხო ხედავთ ამას, არა? აი ეგ არის სხვის იმედზე ომი და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ვიღაცის იმედზე აი ეს ომს ვიწყებთ. თან ომიც არის და ომიც ხო? კაი, პირველი თუ არ არის სამხედრო სიძლიერით, მეორე, მესამე ხო მაინც არის, მეხუთე ხო მაინც არის, არა მსოფლიოში და ჩვენ შევხედოთ ჩვენ თავს რა ვართ და რამდენად მზად ვართ ეხლა დღეს ჩვენ რუსეთთან ომისთვის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ არიან ჩვენი საზოგადოების წევრი ადამიანები, რომლებიც აი ომი და რუსეთის და პუტინხუილო და აი ამ სიგეჟეში არიან შესულები და წარმოდგენა არ აქვს საერთოდ რა არის ომი და რა შედეგები მოყვება იმ ომს, რომელსაც დღეს ეს ადამიანები ითხოვენ. ამიტომ ვიძახი, რომ რაც შეიძლება მეტი საუბარი უნდა მიდიოდეს საზოგადოებაში, ხელისუფლების მხრიდანაც, ოპოზიციიდანაც და ჩვენც ერთმანეთს უნდა ვესაუბრებოდეთ და უნდა ერთმანეთი ვანახებდეთ სწორგზას იმ კუთხით, რომ ვისთვის არის დღეს ჩვენი ქვეყანა მზად, რა შეგვიძლია, რა არ შეგვიძლია და რა წარმატების მიღწევა შეგვიძლია თუნდაც იმ ომის შემთხვევაში. აი ჩემი თხოვნა იქნებოდა ყველასთვის, აი ამ ორივე მხარესთვის, ვინც ერთი გზა, ვინც ომის გზას ხედავს და ვინც მშვიდობის, რომ ერთმანეთი კი არ ვლანძღოთ და ჩმორები და გამყიდველები კი არ ვეძახოთ. ერთმანეთს არგუმენტები დავანახოთ და ერთმანეთში გავერკვიოთ და ბოლო-ბოლოს სრულად საზოგადოება ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა და რასაც გადავწყვიტავთ სრულად ერი და ქვეყანა, ავდგეთ მერე და ყველა გავერთიანდეთ იმ მიზნის გარშემო და ავაშენოთ ძლიერი ქვეყანა. ესე სანამ ჩვენ ვერ გავყვეულვართ ერთმანეთში რა გვინდა და ბოლო-ბოლო ამ ქვეყნის გადარჩენა რა არის და სად არის, სანამ აი ამაში არ გავერკვიეთ და სრულად საზოგადოება არ შევთანხმდით, მანამდე იქნება აი ეს მდგომარეობა, რაც არის დღეს საქართველოში. აი ესე დაპირისპირებაში ვიქნებით, ესე ქაოსში ვიქნებით და ესეთ გაურკვევლობაში ვიქნებით, ხო? როგორშიც დღეს ვართ. აი ესე დღეს შევეცადე მოკლედ ამ თემას შევხებოდი და იმედი მაქვს, რომ გასაგებად ვისაუბრე და რავი, რუსის იმას არ დამიძახებოდი, რაც პუტინის გამოგზავნეს, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მაგას დაინახავს ეხლა, აი ამაზე და ამ საუბრიდან გამოიტანს მაგ აზრს, რომ პუტინის დავალებით ვლაპარაკობ. ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ ბევრი და ამიტომ ერთმანეთს მეტი უნდა კითხვები დავუსვათ, მეტი პასუხები გავცეთ და ამ გზით უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანაც და ჩვენი საზოგადოებაც.